ძველი რადიო, მიშა, დიტო, ნინო და როგორც ყოველთვის სპორტული ამბები სპორტული ცხოვრებიდან დიტოსთან ერთად. დიტომ საინტერესო ისტორიები გაგვიმზადა. გემშვიდობის კი დავიწყოთ. იმიტომ რომ დავიწყოთ კი და 13 ოქტომბრიდან დავიწყოთ არაჩვეულებრივი ლეგენდარული ადამიანის დაბადების. იმიტომ რომ დღეს პორტრეტები რაც გვაქვს გამოჩენილი და ლეგენდარულ ქართულ სპორტსმენებზე და ჩვენი დროშის ქვეშ მოასპარეზე ადამიანებზე ერთადერთი გახლავს სწორედ ბათუ დიმიტრიჩი, ბათუ კევლიშვილი, ქართული რაგბის ბერმუხა, ვინაც ცოცხალია, ღერძელად ყავს და აი 60 სულ ვეუბნები რომ ეს 2-შვიდიანი დიმიტრიჩი არაფერი არ არის მეთქი, ღმერთმა შენი თავი 3-შვიდიანი თუნდა გვიწოცხლოს მეთქი ადამიანმა, რომელმაც თავმა შეიძლება ითქვას რომ ჯერ საბჭოური ხანიდან მოყოლებული უკვე 45 წელი გახდა, რაც აი იმ თაობების აღზრდა ბავშვთა რაგბი. ბატონო 60 კი არა 61-დან თამაში დაიწყო, მაგრამ ძალიან ადრეულ ასაკში. მოდი ახლა გავუსწრებთ მოვლენებს მეთოდურად მივყვეთ განვითარებას, აი ძირძველი ვერელი და იმ ასაკის და იმ თაობის წარმომადგენელია, ჩემი ვრთიანი ფრაზა როა თქვენ ყველას და ყველაფერს მოესარით, ერთი galaktikos ვერ მოესარით, რა, ნუ ისმის, დარნეშენი ყველა და ეხა ის თაობა ხო წარმოგიდგენია აი ვერელების თაობაში, мама და აქ უშველა რომ მისცეს რაგბზე თამაშობლები, იმიტომ რომ თავადაც ყოფილი სპორტსმენი იყო, რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგი იყო, დედა ინჟინერი, კლასიკური ვერელი ინტელიგენტების ოჯახი, არაფერი და იმ ხანად სხვათა შორის ყველა იწყებდა რაგბს. ნინო ისე თამაშს რომ საერთოდ არ იცოდნენ რა სახეობა იყო. მაგრამ არა, წესები როგორ არ იყო, უბრალოდ სხვა წესები იყო. წესებზე არ არის, არ იცოდნენ და ჩაბმა ხდებოდა როგორ ვიღაცას ეთყოდა და მოდი წაგიყვან და გაჩვენებ რაღაც ახალი სახეობა, უცხო ხილია და აი მერე ამით იწამლებოდნენ. ასე მოხდა ახლა 53 სკოლაში არაფერი ჩვეულებრივი სკოლის მოსავლე იყო და ნუ ლეგენდარული ეს იყო რაღაც გამორჩეული ვერელი რა მქონდა ბედნიერება პირადად ცნობოდა და აი ის ვერ მოვასარი როცა ტოქ-შოუ მქონდა რომ მომიყვანა იმიტომ რომ მე ბოლო წლები უკვე ცოტა ცნობიერებასთან და რაღაც თული დაავადებებთან გოგი ტონია ეს იმაზე მწყდება რომ დღეს გოგი ტონიას სახელი არ არის იმდენად უკდავყოფილი რასაც ეს დიდებული ადამიანი იმსახურებდა მწუთნელი არქიტექტორი ყველაფერი და სკოლის მოსავლეები შეარჩია და მათ შორის მოხდა ბათუ კევლიშვილი. მათ შორის იყო 13 წლის. ეხლა იმ ხანად ნორმალური ასაკი იყო თორე დღეს 13 წლის ბავშვი რაგბზე მიიყვანო, კარებს არ გაგიხებენ 13 წლის უკვე გეტყვიან რომ 2 წელიწადში ნაკრებში ჩამიმაში უნდა ითამაშოს იუნიორთა ნაკრებში 13 წლის აქამდე სად იყავი ხო ამ პრინციპით. და აქედან დაიწყო გელა მიქაბერიძემ, ცოცხალია გელა ვენაცვალე, უდიდესი და უწესრიესი ადამიანი, რომელსაც ასე უდეს დამსახურებ, თბილისის სპარტაკში დაუძახ. ცოტაღაც ლოკომოტივში იყო ბათუ, მე თბილისის სპარტაკში და იმ ხანად რამის აპრიორი იყო დინამო ლოკომოტივის პაეკრობა და სპარტაკი ისეთმა ხალხმა მოიყარა თავი, მერე გამოჩენილმა ადამიანებმა სარაგბო სამყაროს მიმართ, აქ იყვნენ გენერლები, მომღერლები, აი, რა ვიცი, ხარ მინდა მაგათი ჩამოდო ეს სხვა თემაა, თორე მაგას აუცილებლად და სპარტაკი იქცა სერიოზულ გუნდად. მაგრამ ბათუს თავიდანვე ქონდა ახალგაზრდების მიმართ რაღაც განსაკუთრებული დამოკიდებულება მათი აღზრდის, განვითარების, როგორც პირველ რიგში ქართველების და შემდგომ სპორტსმენების. ამას უშავ ყოველთვის ხაზ 28 წლის ასაკში დაანება თამაშს თავი და შექმნა მაშინ ოლიმპიური რეზერვების პირველი რაგბის სპეციალიზირებული სკოლა. ეს ვარკეთილში ხოდი? არა, ეს ხდება ჯერ მოიცა 80-იანის დასაწყისში. ის ვარკეთილი არა, მესამე მასივია. მესამე მასივი სხვა არის, მიშა ინტელიგენტ კაცო. მათ ექსკურსიაზე არ არის. არ არის ნაფყოფი, მგონი არც ერთგან. კი არა, არის. ჯერ მესამე მასივია, ქვედა და ზევით ზემო პლატოა. არ კარგავთ, არა მოვასწრებთ. არგან მოკლედ ჯერ იქ შეიქმნა და პირველად დაიკუხა, როცა იყო ეგ ასეთ სახელწოდების მქონე იუნიორთა ტურნირი, ეს იყო ფაქტიურად იუნიორთა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი 80-იან წლების შუაში ხდება იოშკარ როლაში, ოქროს ოვალი სახელწოდების მქონე, აი ეს ტურნირი მოიგო. აი იქიდან მოყოლებული აკრიფა და აკრიფა. აი პირველი დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე უკვე პირველი თაობა, უკვე სერიოზული თაობის არაერთი წარმომადგენელი სწორედ ბათუს აღზრდილი იყო. უკვე მისი სკოლის აღზრდილი იყო.
ეს გაყვა და 2000 წლიდან ჩამოყალიბდა უკვე სარაგბო სახელი შეუცვალა და დაარქვა ლელო. და ეს შემთხვევით არ მომხდარა, იმიტომ რომ დღესაც არენაზე რო შედიხარ, თავარ არენაზე რაგბის ლელოს თავარი დევიზი აი ესე პირდაპირ ხვდება თვალში, რომ მიყვარს რაგბი, მიყვარს ლელო, მიყვარს ჩემი საქართველო. და კაცი რომელიც პირველ თავიდანვე აკადემიური მოსწრების მხრივ თავიდანვე ყურადღებას აი რაზეც ყველაზე მეტად წყდება გული, რომ დიდი ნაწილი ამას დღემდე უგულებელყოფდა, ან შეიძლება ითქვას, რომ არ ქონდა გადამწყვეტი ის, რომ მისი განათლება, მისი პიროვნების ჩამოყალიბება. იმიტომ რომ როცა აქ ხვდები ლელოში, გარანტირებული გაქვს, რომ კაცი გახდები და კაცი გაიზრდები. ეხლა ყველა დიდ რაგბს ვერ ითამაშებს, ხო შეიძლება რაღაც, მაგრამ კაცი გახდები. აი ამის გარანტია გაქვს. ახლა ნახე რა მოხდა. ამ სკოლის წვრთნელთა უნიჭიერესი კონგლომერატი მთლიანად ყოფილი ლელოელებია. ის არავის არტოვებს გარეთ, არავის არტოვებს უქმად, მათ რესურსს იყენებს და მაქსიმალურად უწყობს ხელს. იმდენი თაობაა გაზრდილი. ეხლა თვითონ ლევან მაისაშვილი არის პირადად ბათუმს გაზრდილი და ლევანმა იმ ეპოქას რო დაუდო. არ მარტო მამუკა გორგოზე რო გაიზარდა, აი სხვა რო არავინ და საერთოდ რო თაობები მოდის და დღესაც ძლდება. 2011 წელს მოხდა არ ვიცი ხა რა სიტყვით შეიძლება შეაფასო ცოტა ნორმატიული ლექსიკის ფარგლებში რო დარჩე რთულია, მაგრამ მე რა თქმა უნდა დავჭები. მოკლედ ამ სკოლის გაუქმება მოუნდომეს. მაშინ არა რა გიკვირს ახლა ისინი რას არ აუქმებდნენ და რაღაცა და რა მომენტია იცი იმ წელს სტარდება მსოფლიო თასი და 11 მორაგბე არის ბორჯღალოსნებში ლელოს აღზრდილი და ამისთან სკოლას აუქმებ. გააფართოვა მეურნეობა შემდგომ ეს ვერელი სულ ვეუბნები რომ დიმიტრი შვერელს როგორ შეიძლება ბიჭო როგორ და სულ ეცინება ეღიმება აი მოაწყო ყველაფერი ეხა დიდი ღომი არის დიდი სარაგბო კერის ცენტრი ესე იგი ეს ორი მოედანი ხოა მთავარი მოედანი და გვერდით პეტრიძე როგორც კი შედიხარ და ეხა კიდე ეს ჩამორთმეული იყო და აღიდგინა და ეხლა მალე მოეწყობა კიდე სულ ბოლოს აი არ მისული მუხათგვერდის გადასახვევამდე იქ საზოგადოებრივი ტრანსპორტი წრეს რო არ ტყავს, იქ იყო ყოფილი ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგური, იმის გვერდით იქნება კიდევ ერთი სტადიონი. ტევა არ არის. ძალიან რთულია ლელოში მოხვედრა. ძალიან რთული. ეხა მთავარი. კაცმა რომელმაც შექმნა 45 წლიანი ეპოქა. კაცი, ხო, ორივე ჭაბუკთა ლიგის გუნდი, საფესტივალო გუნდი, უკვე მარა ჩემპიონებად იქცნენ. ორივე 6-6 ტიტული მოიგო 2016 წლიდან მოყოლებული, მაგრამ იმ ტიტულს არავინ არ დაეცებს. თავარი რა ხალხი და რა რაოდენობა აღზრდილი. მაგრამ სარაგბო სამყაროში რომ ამ კაცს მტერი ყავს, სპორტულს მარტივი მიზეზი, ბოღმა, შური და ღვარძლი. იმიტომ რომ ისი როგორი მომენტია, ქართველი ვერაიტას მაგას რომ ამის კარგი საქმიანობით მისი ცუდი ჩნდება, ანუ მისი უნარობა, ის რომ ხდება ლელოდან ხდებოდა იყო შემთხვევები რომ რამის 20 და 22 და 23 მორაგბე სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ერთ ნაკრებზეა საუბარი, მაგრამ ვერავინ ვერ იტყოდა რომ ვიღაცა კარგი დატოვეს, იმიტომ რომ ეს მუშაობდა ისე როგორც უნდა ემუშავა, აი სხვა როგორ მუშაობდა. ეგ იყო უკვე მანდ იყო უკვე ძაღლისთავი დამარხული იმის მაგივრად რომ ესეთი ადამიანი ხელში აყვანილი ადარო აი ერთი წამით რომ დაუშვათ ხო ეხა ძალიან ცუდ რაღაცას ვამბობ კარგი გაგებით რომ ლელო არ იყოს მე უფიქრია ვინმეს რომ ამას რა მოყვებოდა და ჯერ ისედაც რესურსის ხრივ ჩვენ არა ვართ ეხა ნინო განებივრებული როგორც ეს ბობოლა სარაგბო ქვეყნები იმიტომ რომ ჩვენ არჩევანი იმდენად ფართო ჯერჯერობით სამწუხარო დარგვაქვს და ის სწორედ ლელომ შექმნა ეს ყველაფერი ისიც მე იმაზეც იბოღმები რატომ უნდა ყველას ლელოში მარტივი მიზეზია კაცო ვერ გავიგე რამდენ ადამიანისთვის მithქვა სადღაც მიგდებულ მიყროებულ სკოლაში შეიყვან თუ რაღაც მოწინავე წარჩინებულ შეეცდები ჩვეულებრივი მომენტია როცა ყველაფერი აწყობილი და გაწყობილი გაქვს ხო იქ მოინდომე მიუხედავად იმისა რომ ამ დიდებული ადამიანის ცხოვრება არ ყოფილა ასე ვთქვა დიავარდით მოსული და მას პიროვნული ტრაგედიები ჰქონდა აი მართლა ვერ მუხარა ეს თავის დროზე ეს სულ პატარა ბიჭი იყო მახსოვს ეს ბრგე ახოვანი ულვაშებიანი კაცი მე მახსოვს ბათუს თამაში ძალიან პატარა ვიყავი და ეხას როგორი მომენტია ერთი 3-4 წლის ის მინდა გავიხსენო
ერთ-ერთ ღონისძიებას, სარაგბო ღონისძიებაზე შემხვდა ქართული რაგბის ერთ-ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი, ის უკეთილშობილესი ადამიანი და კერძო საუბრობდით, მითხრა დიდებული რამ. შენ ხო იციო რომ მე მომართა რომ ბათოს რამხელა გავლენა და როგორი ურთიერთობები, იმიტომ რომ საკმაოდ გავლენიან პირებთან, თანამდებობის პირებთან, ხელისუფლების საკმაოდ მაღალოში უდიდეს პატივსები. რა არისო ისი? აი გამორჩეული რით არისო იცი? აი ამ რესურსს პირადი გამორჩენის მიზნით კი არ იყენებს. აი ბავშვებს ახმარს და ამის განვით და ეს მართლაც ესია. ეს მართლაც ფაქტიურად სტადიონზე ცხოვრობს. კაცი დიდი ღომში შეგრებულად გადავიდა და სახლი იქ ის ეხა ვერადან დიდი ღომში ეხლა ბევრი არ წავა ხო და აბეთაყმე ხო? თან ეხა 55-ა ბელისკი და მეტი საოცარი ადამიანია, ნუ არ ვიცი. და აი ეს დევიზით რა, რომ მიყვარს რაგბი, მიყვარს ლელო, მიყვარს ჩემი საქართველო. ვალდიმიტრის ეხა პირველ რიგში, აი ეხა ცოტა ისეთი მომენტია რა, არ არსებობს პროფესიონალი სპორტსმენი, რომ აი ახალგაზრდობაში და მოქმედი სპორტსმენის კარიერაში მიღებულმა ტრავმებმა მე უკვე მოციფულ ასაკში არ შეგახსენოს თავი, ხო და ავიცი, მინდა რომ არ ვიცი, წარმოუდგენელია, რასაც ეს კეთილშობილი ადამიანი აკეთებს და არ ვიცი, მე იმედი მაქვს, რომ ეს 77 კიდევ ძალიან დიდხანს და ისე გაგრძელდება. საოცრებაა რა. დიდო და ძალიან სწრაფად გარბიზრო და ვიცი, მოვასწრებთ, თავი ჩვენის. ვიჭა, ცხონებული კი. დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა, ხო, 80 წელი შეუსრულდებოდა. 3 წლის წინ გარდაიცვალა. კი, 3 წლის წინ გარდაიცვალა და სხვათა შორის ძალიან ბევრს რატომღაც და მათ შორის მე გამიკვირდა, რომ მიშამაც მითხრა ეგონათ ეროვნებით ოსია და ოსია არაფერი საერთო არ ქონდა. ეხლა როგორი მომენტია? ვიცა თვითონ სოხუმში დაიბადა, მაგრამ მისი მშობლები იყვნენ გადმოსახლებული, ისინი სოხუმელები არ იყვნენ, სტავროპოლელი კაზაკები. დონსკი კაზაკის ხვარი, არა, დონისის როსა. ეს სტავროპოლელი კაზაკები და ქონდათ ძალიან დიდი პირადის ოჯახური ტრაგედია, იმიტომ რომ ვიწემდე 6 შვილი გარდაეცვალათ. ვერი არ ხო რაღაც იყო ეთყობა ჯამთელობის ის რომ 6 შვილი გარდაეცვალა და ვიწა მე-7 იყო. ვიწა იყო მე-7, ვიწა მიცოცხლა. ახლა რა ხდება სოხუმში? ბიჭო, ეს კეთილშობილი ადამიანი ხო, ეხა მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა და სპორტს ვინჩიოდა. ძალიან პატარა, მოზარდი, მექანიკურ ქარხანაში წავიდა მუშად. რომ ლუკმაპური ეშოვათ. პირველი ნაბიჯები დაიწყო შენ გახსოვს სპორტ საზოგადოება განთიადი რომელიც მოწინავე და ის იყო და იმიტომ რომ მაშინ 1 მეტრი და 88 ითვლებოდა გიგანტად იმ ეპოქაში გიგანტად ითვლებოდა და და მოხდა მწუთნელ აკობ სამველის კერსელიანთან. ნუ ეხა აკობ სამველის მე რაღაც მაგრამ დაიწყო სამახტომამდე ხო მე გადავიდა და სიგრძეზე ხტომაში, მაგრამ როგორ ჩანს იქ სხვებმა შეხედეს და მე იყო ლეგენდარული ვიტოლდ კრეერი, ვინაც უკვე რამის პირავსნელად იქცა, ნუ პირადად ესე შეიძლება არა, მაგრამ ვინც ის ნუ დაიწყო მე რაღაც საოცრება რა. ეხლა ნახეს იმ სამ ოლიმპიურ ოქრომდე და ვერცხლამდე მივალ საბჭოთა კავშირის 6-გზის ჩემპიონი ევროპირველობაზე 8 ტიტული, ანუ 8-გზის ჩემპიონი, 4 გზის ევროპის თასის შემართა, 2-ჯერ საბჭოთა კავშირის ხალთა სპარტაკია და მოიგო, 3 მსოფლიო რეკორდი დაამყარა, 3-ჯერ საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა. 99 წელს უკვე მოგვიანებით მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად იქნა მიჩნეული. ესე იგი მეხიკო, მიუნხენი, მონრეალის ოლიმპიადა 3 ხო ზედიზედ მოიგო და საქართველოსთან ერთადერთი სპორტსმენი, რომელმაც იმხანა სანამ ლაშამ არ შესძლო, რჩებოდა რეკორდსმენად ოლიმპიადებზე მოგებული ტიტულები და ნუ რა თქმა უნდა ყველას და თავადაც დაწყდა გული უკვე მე-4 მოსკოვის ოლიმპიადაზე უკვე საკმაოდ მოციფული ასაკი ჰქონდა სპორტსმენის და ქარისაწინააღმდეგოდ ასპარეზობდა, რაც ასაკის ფაქტორიდან გაცილებით წინააღმდეგობას უქმნიდა ვიდრე გამარჯვებულს და აჩვენა ჩინებული შედეგი 17 მეტრი 24 სანტიმეტრი. მაგრამ რაზე დახვდა გული ახლა ვიტყვი ამას. დამაჯერებლად 10 სანტიმეტრით უკეთესი შედეგით მოიგო ესტონელმა უდმიაემ. მოიგო დამსახურებ, მაგრამ ამ უდმიაეს არც მანამდე, არც მე არაფერი არ მოუგია, კაცო.
რა გადახდა ესეთი რა იყო არაფერი აი შეგიძლია ნახოთ არა აი ხა ვიღაცა ლეგენდას რომ მოეგო არა ხმას არა მოვიგებდი და ეხა ესეთი გულდასხვეთი ეგრეთ წოდებული ვისკაჩკა უცებ რაღაც აი გაიელვა თორე ეხა 4 გზის ხდებოდა რა ნუ მარა ასაკის ფაქტორიდან გამომდინარე ფენომენალური შედეგი იყო ახლა რა შეეხება შემდგომ უკვე აი ხო კარიერის შემდგომი წლების იცი რა არის რაღაც ჩვენც რა თქმა უნდა დამნაშავე ვართ უკვე ქვეყანას გულის გვიან მივაქციეთ ყურადღება მაგრამ 90-იანებში ფაქტიურად მოდი ასე ვთქვათ არავის ყურადღებას ხო აი სლავომე რავი რამდენი შეიძლება გენიალური არის ხო რა ნუ ფაქტიურად ანუ გადასახლდა იქაც როგორც აქ მოდიოდა ინფორმაცია არ მინდა ეხა ჭორებს ავყვერო იმდენად უჭირდა რომ ასეთი ისიც კი იყო ხმები გავრცობილი რომ ერთი ხანობაო ოფიციან ზოგი ხამტვინთავ ზოგი მტვირთავ ზოგი ოფიციანტად მუშა ამ ყველაფერმა იმოქმედა მაგრამ იმდენად კეთილშობილი ადამიანი იყო 90-იანის მიწურულს რო ჩამოვიდა კარგი დახვედრა მოუწყეს მაშინ და მადლიერი იყო და უდიდესი მადლიერება გამოხატა არც მაგრამ სამაგეროდ ვერ ვიტყვი მის უკვე ფრივზე ეს ქალბატონი არ ვიცი ხა ნახევრად ქართველი ეს იანა ხვარცკაია იმიტომ რომ ესეთი რამე არ ვიცი ხდება მაგრამ იშვიათად ხდება რომ მეუღლის ანდერძი არ შეასრულა დემონსტრაციულად და რატო ვერ გითხრა ანუ ცხონებულ ვიციას ქონდა ის რომ საქართველოში დამგზავრდეთ სამთავრობო იმას ქმნიდნენ სამთავრობო მთელ იმას და ყველა ღირსებით აბსოლუტურად ყველაფრით გზალავდა იმაზე მთაწმინდა კი არა პანთეონში მოკლედ ყველაფერი ის და ბოლო მომენტში განაცხადა უარი ну ბისაც ათქმევინა ეხა ბიჭი იქ იყო ფაქტიურად გაზრდილ იმას საქართველოსთან ეხა ისეთი სერგო ესეთი შეხება არ ქონია და ერთადერთი კიდე კაი ამ ქალბატონმა ის მაინც არ გააკეთა რომ დაგზავნის ცერემონიალზე ცისფერი ტრიოს ზამთარია და საქართველოს ლამაზო ჩანაწერი ჟღერდა მე უკვე იმითაც ბედნიერი ვარ რომ ესენიც არ მოაღებინა მაგრამ თავარი არ თქვა რას გვერჩოდა და რატო არ ასრულა ანდერძი ხო შეიძლება თქვა რა კაც შენ ვინ გეკითხება ანდერძი ეს ყველაზე წმინდა რაც ადამიანს შეება და ის უნდა რა არ ვიცი არ ვიცი ეს დიდებული ადამიანი რომელსაც შეუსრულდებოდა დაბადებიდან სულ რაღაც 80 წელი ვიცესანე დიტო ჩვენ აგვისტოში ბევრი ჩინებული სპორტსმენი ვერ გავიხსენეთ და ომარ ფხაკაძე რო არ გავიხსენეთ რომელიც აგვისტოს იყო დაბადებული შენ საგანგებოდ გააფრთხილე კიდე ჩვენ მსმენელი რომ ამას აუცილებლად დაუბრუნდეთ ყველას არც ერთიც არ დავტოვით უბრალოდ აი ესე მეთოდურად ჩავწვეთ ეტაპობრივად კონკრეტულ დღეზე ვისაუბროთ მაგრამ ეს ის პიროვნება ბუმბერაზი ლეგენდარული პიროვნება ადამიანური სპორტსმენი ადამიანი ყველაფერი აი დაბადებიდან ბოლო ამოსუნთქვამდე და ამ ამოსუნთქვასაც დავიწყოთ იმ და ქუთაისელი იყო ნუ არაფერი რა და ამიტომ შეარქვეს კიდეც ტრეკის მეფე მოკლედ აგვისტოში ძვირფასო მეგობრებო ცხონებულ ომარ შეუსრულდებოდა დაბადებიდან სულ რაღაც 91 წელი აღნიშნოთ მსმენელები ჯონდო მეფისაშვილი თბილისში გურამ ჯოხაძე იმიტომ და რაღაც ფენომენალური ნიჭი ქონდა მით უმეტეს ისიც გაითვალისწინე რომ ველოსპორტი ჩვენთვის პროფესიულ ველოსპორტს ვამბობ საკმაოდ ისეთი ხილია აი სწორედ არისო ტრადიციული არა რა ტრადიციული ომარმა დაუდო მე რაღაც ინერციი წამოყვა იმ ჭედლიშვილი წამოვიდა კიდე აღარ ეხა უცებ ვეღარ ვიხსენებ რამდენიმე კაცს მაგრამ აი ხა ახლოს ვერავი 3 ოლიმპიადის მონაწილე 72-ში მიუნხენში ბრინჯაო ეს ვინ დაინახა მაშინ ეს პოტენციალი აი უკვე თბილისში გურამ ჯოხაძე მუშაობდა და გურამს უდიდესი ის მიუძღვის იმიტომ რომ არ ჯონდო მეფისაშვილს არ უნდა დაუკარგოთ გარჯა სოფლიო ჩემპიონატებზე 3-ვე სინჯის მედალი აიღო და ფურორი უკავშირდება 1965 წელს როცა სან სებასტიანში გახდა სოფლიო ჩემპიონი თან ნახევარფინალში 3 გზის ოლიმპიურ ჩემპიონს ფრანგ დანიელ მორელონს მოუგო მორელონის დამარცხება იყო წარმოუდგენელი ფინალში უშანსოდ იტალიელი ჯოვანი ტურინი დატოვა და 65 წელს სწორედ იქნა მიჩნეული არა მარტო საქართველოს არამედ საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო სპორტსმენად როგორ მოვიდა რუსებს მაგრამ იმდენად დიდი იყო ეს წარმატება და საბჭოთა კავშირის 10 გზის ჩემპიონი 4 გზის თასის მფლობელი სოფლიოს 2 გზის რეკორდსმენი და უბრუნდები 65 ჯერ ეს წარმატებების რა ყოფილიყო ეს იყო ერთადერთი იმ საბჭოური რეჟიმის ეპოქაში ალბათ
მე ვამბობ პირველ პირებზე ადამიანი რომელსაც უდიდესი ადამიანი რა თქმა უნდა ვასილი პავლოვიჩზე მოუწყო საგანგებო შეხვედრა რაც გინდა მთხოვე და გიგეთ რა თქო ველოტრეკიაში და ამ დროს რა ხდება არა მთავარი გითხრა თვითონ ბინა არ აქვს და ბიძაშვილთან ცხოვრობს ბიძაშვილთან არის შეკედლებული და ბინა არ აქვს და რაც გინდა მთხოვე და აშენებინათ და ბინაც მიეცა არა რა თქმა უნდა ეხლა ზუსტად ეს დეტალი არ ვიცი, მაგრამ უბინაოდ მე მგონი მართლა არ დაუტოვებია, როგორ შეიძლება ამ ხელა ლეგენდის უბინაოდ დატოვება და ის ველოტრეკი დაიწყო მშენებლობა ვასიას დროსო და მოგვიანებით 75-ში აშენდა ის იყო რაღაც მშვენება, განუმეორებელი, ულამაზესი, რომლისგანაც დღეს არაფერი აღარ დარჩა. კარგა ხანია, საერთოდ, კარგა ხანია არაფერი არ და. დღეს მარტო რაღაც ისეთი კოეფიციენტები დარჩა. ტერიტორიას არა, ნუ რა თქმა უნდა. ხო კარიერა დაამთავრა 28 წლის ასაკში 86-93 წლებში საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტიც იყო და ბუნებრივი არ შეიძლება არ შევეხოთ ხო აი როგორი ტიპაჟი იყო ხო ხარება და გოგიაში ხარება რო იტყვი ანუ ულამაზე ხო აი ულამაზესი ბიჭი და ამას უკავშირდება ეხა ოჯახთან დაკავშირებით მინდა ვთქვა ძალიან ისეთი სიმპათიური ქალბატონი იყო მეუღლე სპორტული ტანმოვარჯიშე, ნუ ჯერ ისედაც დონარა ჯანუღაშვილი და ქალბატონი დონარა თვითონ შაღირებდა კაცო ეს კაციო. სულ იუმორი და სავსეო 1 აპრილსო. მიყვანა ცოლათო და სპორტულ საბოში ხო გავცხობილი მოვიდა და ეხლა ცოლად მომხარ და ვიცი 1 აპრილია უყურე პიჟამოები აწია სპორტული. რას არ მოვიდგე რომ ნახდიოდა. ყველაზე მაგარია ის იყო 68 წელი და ტულაში ტარდება საერთაშორისო ტურნირი. ხო და მაშინ უკვე ახალად შეუღლებულები არიან და დონარას თან ახლავს და რო შევიდნენ სასტუმროს ფოიეში და გაუწოდა ის პასპორტი ის ადმინისტრატორი ხალი რა როგორც იქნაო რა ჩამოხვედიო ხაკაძე პრიეხალ ადა რა ხდება რამდენიმე დღეაო ეს რუსულად კალკის მოჭ ტაბუნამი ხოჯად ამიკლესო რა გოგოებმაო აი რიგებიაო ხაკაძე როდი შაბოვავ და მეო თვალებს უბრიალებო ხონებული ომარი იხსენებ ხოდა იმას ვერ ვაჩერებო არც მიყურებსო და დონარას გაეცინე კაი ომარ კაი რა განერვიულებსო რა საჭირო იყო უკვე გავიგეო და რა განერვიულებს დაალებე თავიო შეშიო რა და ეს იყო გენიალური ფრაზა ტაბუნამი ხოჯად რამდენიმე დღეა სულ 24 საათი ხაკაძე როდი შაბოვავ ნუ და სხვათა შორის აი ეს ბოლო პერიოდი არა ნუ ეს უკურნებელი სცენი უმძიმესი ავადმყოფობა და სულ პატარა ბიჭი ნუ 48 წლის ასაკში და იცი იმდენად ძლიერი მებრძოლი იყო რომ ვაჟს გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე რომ მოდი აბაო მკლავს თუ გადამიწევო წარმოგიდგენია კიდე აი ეს ქონდა რა და ძალა ქონდა არ ის ფილმში რაც არის 100 ჯერ მეტი ძალა ქონდა იქ ვიდრე გიორგი სააკის ხარება და 100 ჯერ მეტი ძალა ქონდა რა. ნუ არა, აი ყოველ მხრივ და იმიტომ შეარქვეს რა ტრეკის მეფე. ულამაზესი სანახავი იყო რა და მე მართლა იმაზე მწყდება გული რომ აი მე რომ მიშამ რომ გითხა ეს ინერცი ცოტა გავყევით და აი ხო გამახსენდა აი ეს გელაშვილი იყო საუკეთესო მე მჭედლიშვილი და მე რა ვიცი ეხლა რაიმე სერი არის როგორ არ არის ფედერაციაც ყველაფერია მაგრამ ამასობაში სერგო კუტივაძე უნდა სერგო ივანიჩი აუ უსაყვარლესი კაცი ეს იყო უთმილესი ადამიანი 91 წელი დაბადებიდან ესეც სხვათა შორის ალმატიში იყო დაბადებული არ ვიცი რატო ეს არ ვფლობ ამ ინფორმაციებს შობლები იქ როგორ აღმოჩნდა ყაზახეთის დედაქალაქში გასულ ნუ ყაზახეთში პერიოდში ბევრი იყო გადასახლებულები იყო ხო მაგრამ ისი რა ეს რუსული ცნობიერების მაგვარი ცოტა ქონდა მაინც იქ გაატარა ბავშვობის პერიოდი, მაგრამ ისი როგორი ქართველი იყო და უთმილესი, უსაყვარლესი კაცი დავიწყოთ იმით, რომ დაიწყო კარიერა ქუთაისის ტორპედოში, კარგახას ითამაშა, მერე თბილისის დინამოში ჰქონდა ძალიან მაგარი კარიერა და რით იყო გამორჩეული. ანალიტიკური აზროვნება მოედანზე. იწებებდა ბურთს ფეხზე. აი მათემატიკური იმით ის ქონდა და თან მიაქციეთ ყურადღება. სხვა შორის მე მოვიძიეს გადავამოწმე უпроსორეთ კიდევ სრულიად ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მძლავრი დარტყმის ავტორი იყო. ყველაზე ყუმბარა იყო მოგონება. სხვა შორის ქუთაისის ტორპედოში რო იყო.
და ჯარიმებს ურყავდა არარაც გაუტანა აი მოედნის ცენტრალურ კალი კეთდება კალიდან გაუტანა ჯარიმა რუდაკოვს აქ 30 მეტრიდან ლოკომოტივზე ჯარიმა გაუტანა კაშეშას არ განზრეულა რა და მაშინ რუდაკოვი ითვლებოდა ნუ გენიოსად ის ჟენე რუდაკოვი კიევის დინამოს გაშ არ გაუმართა რაში ნახევარწველი იყო და ეს და კნიაზი ანუ კახა ასათიანი ერთ პოზიციაზე თამაშობდნენ და ნუ ეხა კახა შალოვიჩ ნუ ისეთი მომენტი კახა ასათიანს ვინ ამოგიგდებდა მიუხედავად ამის ძალიან კარგი კარიერა ჰქონდა სისტრაფეზე მინდა თქვა სხვათა შორის მაშინ ითვლებოდა ყველაზე სწრაფი 70-იან წლებში ხდება ხო 70 წლების პირველ ნახევარში ყველაზე სწრაფად ითვლებოდა ძოძოაშვილი და რაღაცად მიხიჯა მოკლედ დაენიზლავა ხილზე რა ხილის ასორზე რო ის 50 მეტრი მოუგო გაგიშტა მოუგო კუტივაძემ სასაული და დაამთავრა კარიერა არ მკითხოთ რა 28 წლის ასაკში არა ტრავმა არაფერი აი მიხიჩამ ერთი ფრაზა კარგად ისე მოხოჭი მოსრებული ენა აქ რა რა ვქნაო ნუ ქალებმა წაგვართვას უყვა იმიტომ ვთქვი რომ კლასიკური ქართველი ქალები უყარდა სპა უყარდა ნუ არა აი რაც გააკეთა მოედანზე ის მართლაც ერთი აი საამოს ანახავი იყო რა კი ბატონო გადავედით შემდეგზე უცხოეთში ხო კი გავგზავნოთ დეგა უცხოეთში რაიმონ გუტალს ეს არის ადამიანი რომლის ხსენება საქართველოში არავის არ უნდა ჩემს გარდა და შეიძლება კიდე 3-4 კაც გეტყვი რა იმიტომ რომ და ეს პიროვნება და მისი გასვნილი გუნდი ვინც აქ გვაჩვენა თუ ტოტალური ფეხბურთი რა არის და როგორ უნდა ითამაშო თანამედროვე ფეხბურთი ეს საერთოდ ის ვისაც ეს დამართა ამოიღეს და ხსენებაში არის თითქოს ეს არ ყოფილა მაგრამ ეხა იგივე აი არ მინდა ეხა იქ შესვლა მაგრამ თურქეთის ნაკრებთანაც უყურებდი ყველა მხოლოდ თამაშს და იცით იქ სხვა ფაქტორებზე იმ თამაშზე კი არ ვერთვები მაინც ფაქტია რომ ჩვენ 45 წლის მანძილზე ვერ შევძელით სრულად დაუფლებოდი ტოტალურ ფეხბურთს. რაღაც ასპექტში ვისწავლეთ, რაღაცები არა, ეს ის თამაში არ არის, რაც ტოტალურ. აი, როგაში საუბარია 82 წელს, როცა ჩვენ უკვე მეორე თუ ეკაჩებით თასების თას ზედიზედ გავედით ნახევარ ფინალში და ხვდებით ლიეჟის სტანდარტს და ყველას გაუხარდა. აუ რა მაგარი რაღაც არა ტიტულოვანი გუნდი არაფერი რაღაცა ბელგიური ჭხინკი გუნდი ვინახავთ მაშინ იყო გენიალური ცხონებულმა მიშა მესხმა რომ მომიყვა ერთმა მეორე გააგზავნა რომ დასაზვერად ბიჭო ჩამოდის და არიო ისიო ფარსედანოვიჩი ეგ გუნდი არისო და ერთი წვერებიანიო ხო ვერ ვიტყვი ეხა იმ შესატყვის ის ხავთ ის წვერებიანი იყო ერი გერეცი ლიეჟის კაპიტანი და ბელგიის ნაკრების ეგეთი მაგდონის მცველი საბჭოურ ეპოქაში თბილისში არ ყოფილა დაგვიდგა ორი როგორი სპექტაკლი იცი ბურთი გაგვიქრო აქაც და ლიეჟს ხელოვნური თამაშგარეები გადაწყობა სისწრაფე მოძრაობა აზროვნება რას აკეთებდა სტანდარტი და რას ვაკეთებდი ჩვენ კაჩვილმა ვერ გაიგო ორივე თამაში მოგვიგო 1-0 არ და სულ ერთი დაჰამატაყავდა ის ნიდერლანდელი იმან გაგვიტანა გოლი იქ და всё აქ შეგვიგდეს იქ ამბროზიჩი გაჭიმეს იქ და ნუ ორივე 1-0 არავის ხსენება აღარ უნდა ესე იგი არავის ამათი და სწორედ გუტალსი იყო ტოტალური ფეხბურთის განვითარების არა პატრიარქი და ის არა მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა ფლანდრიელი იყო ხო ფლანდრიელები უმეტესი ნაწილი ბელგიის კანტონების მოზენ და ქონდა ბრიუსელური გამოკვეთილი აქცენტი და ძალიან ხშირად რითი ის რომ ამახინჯებდა შეგირდების გვარებს თავიდან ეგოდა შეგნებულად ჩვენ რო ვიცით არა დღეში რამდენიმე კოლოფ სიგარეტს ეწეოდა თამაშზე მენოტის რეკორდი ვერ მოხსნა მენოტი ეწეოდა ერთ თამაშზე 3.5 კოლოფს არგენტინის ნაკრების თავარი მსული არ თქვა არა ეს მე გუტალსი იყო მგონი მეორე ადგილზე გუტალსი იყო აი ჩუბ 38 წლიანი სამსვლელო კარიერა ჰქონდა და ეხლა რა ხდება იმას დაუბრუნდები ერთი წამით ჩვენ რომ მოგვიგო ფინალში ხო გავიდა და ბარსელონა შეხვდა კამპ ნოუზე მერე რა მოხდა იგივე სცენარი წავიდა რა ჩვენთან ტაიმი მოუგო 1-0 ბარსა არის ხელოვნურ თამაშგარეში 5-6 კაცი ყრია დაიწყო მეორე ტაიმი და ხდება რა კამპ ნოუა ბარსელონა მოედნის ფაქტორი
და არაწია თამაშგარემ და 6 კაცი დარჩა მეკარესთან პირისპირ. ნუ შენ მაგის ფუფუნება არასოდეს არ გექნებოდა. 3 ევრო ტურნირი აქვს მოგებული მსვლელის რანგში და განსაკუთრებით არ ვიცი მიშა შენ გახსოვს თუ არა დიდი ის გამოიწვია მაშინ ნებათა ხელვა და ეს იქნა შერაცხული ერთ-ერთ ყველაზე დიდ სენსაცია და ეს იყო თან მარსელის მიერ პირველი თასი და ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონთა თასი მოუგო მილანს კი ბაზილ ბოლის გოლით ერთადერთი გოლი და სწორედ გუტალსი იყო ტოტალური ფეხბურთი ეს ტოტალური ფეხბურთის სინქრონული აი ეს ყველაფერი დიტო ესე გამოდის არა მე რაღაცა მის უპირატესობას არა მოდი გეტყვი ასე ისი რა ამიტყვი ამასობაში შეგახსენებ რამდენიმე წუთი დაგვრჩა და კიდე ერთ ადამიანზე უნდა ვისაუბროთ არა ის გადავიტანოთ მაინც ჯობია რომ თუ მოვასწრებ რამდენიმე წუთი დაგვრჩა თუ რამდენიმეში ვერ მოვასწრებთ ალბათ ჯობია გადავიტანოთ იმიტომ რომ იმდენად დიდებული და თბილი პიროვნება თან ესენი მაგას ხოლოდ იმას მე მაინტერესებს მაინც როგორც აი გუტალსი დილეტანს აი ტოტალურში ხო აი ტოტალურ ფეხბურთთან დაკავშირებით არის ასეთი რამ იცი რა ტოტალურ ფეხბურთს აქ რამდენიმე განხოლოება რამდენიმე მიმდინარეობა ის არ არის რაღაც დოგმა მაგრამ ის თვისებები რა ჭირდება გამორიცხულია იმის გარეშე არა მარტო ფეხბურთი სპორტის ყველა სახეობა და მათ შორის ფეხბურთი და ჩვენი ხასიათიდან თუ გნებავ სიზარმაციდან ეს ყველაფერი დავაგვიანეთ და მე ვერავით ვისე შეიძლება გენში და ხასიათში არა გვაქვს გვიჭირს უშუალოდ აი ამ ორთაბრძოლების ჩვენი იყო ყოველთვის ეს ეგრეთ წოდებული მდგარი ფეხბურთი და მაშინ კალკით კიდე ერთხელ სტაეში ფეხბურთი და იდგა ერთმა გენიოსმა რო ბძანა ჩვენმა ის 200 მეც დარბოდა თამაში დაახლოებით. დღეს დარბიან 22 კილომეტრს. მე ერბინათო და ჩვენც ვირბენდითო. არა, და ბევრი დარბოდა. ეხა არავინ შეახსენა ეგ რო ბძანა მაშინ და აი ჩვენ რო ვიდექით, აი ამან გვაჩვენა უკვე. ფეხბურთი რა იყო. გვაჩვენა გუნდმა, რომელსაც კიდე ერთხელ ვამბობ, 2 ხეირიანი ფეხბურთელი ყავდა. აი საერთაშორისო მეტი ეხა იქ მართლა არავინ ვარსკვლავებს არ წყვეთ და არც ბელგიის ნაკრების წევრები და არ იყო გაძეძგილი და რაღაც 2 კაცი ყავდა. გერეცი ყავდა ძმაო და ბახამა. всё. მაგრამ 2 თამაში ბურთი გაგაქრო მოედნიდან. და გავიდა 45 წელი. 43 წელი. და დაბადებიდან ეხა გუტას 104 წელი შეუსრულდებოდა და 83 წლის ასაკში, ნუ ავთვისებიანი სიმსივნით გარდაიცვალა, ფილტვის ხო არ კიდე რა გაცლო, ნუ ეხო გითხარი. იმის შემდეგ ნუ კიდე ძალიან დიდი მადლობა. ხო, ჩვენ ბოდიში ერთ სვიტყვი მხოლოდ აი ეხა ვისი პორტრეტი დაგვჭა აუცილებლად ეს უწესიერესი ადამიანი, რასაც სხვათა შორის მის თანამემამულეებზე საფეხბურთო სამყაროს ვამბობ. ვერ ვიტყვით, ეს იყო ჟიულ რიმე ფიფას რიგით მესამე პრეზიდენტი და თუ იცი მიშა რომ 70 წლის შათვლით სოფლიო თასს ფეხბურთში ერქვა სწორედ მისი სახელი ჟიულ რიმეს თასი. ამაზე შემდეგ აი ამაზე აუცილებლად ვისაუბრებ. ძალიან დიდი მადლობა. და მგონდა დამშვიდობა ჩვენს მენელს და მაყურებელს. შესანიშნავი ფინალი ქონდა ჩვენ. მადლობა დიდო. სპორტულ ტერმინი ვიხმარე ჩვენს გადაცემას შეგახსენებთ რომ რადიო მედიის პირდაპირ ეთერში უსმენდით გადაცემა ძველი რადიო, რომელიც ყოველ შაბათს გადის პირდაპირ ეთერში და დაველოდოთ მომდევნო შაბათს. და მე დამშვიდობებისას ერთი დიდი სურვილი და მაინც გულისკევილით, იმიტომ რომ არ გამოდის რა, არ გამოდის აქედან და დიდხანს ვერ გავა არც აქედან ეს თურქეთთან თამაში უბრალოდ არა შედეგზე არა მაქვს საქმე მე აი ცოტა ისეთი ტრივილური კითხვით მინდა დავასრულო ჩვენი დღევანდელი გადაცემა რომ რომელი თაობა თავარი ოდესმე და რომელიმე თაობა მოესწრება რომ აი ეს კლასიკური ტოტალური ფეხბურთის თამაში შევძლოთ აი რაც გუტალსმა 82 წელს ორივე თამაში გვაჩვენა. მადლობა დიტო, მადლობა ჩვენს მენელს და მაყურებელს და სასიამოვნო საღამოს გატარებას. შაბათს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს დროებით.